დღეს ჩვენ პირველად მივიღეთ შვეიცარიული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Edelweiss-ის პირველი პირდაპირი რეისი ციურიხიდან თბილისის მიმართულებით. Რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. აღნიშნულ წარმატებას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები და ძალიან მნიშვნელოვანია და საბედნიეროა, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, ახალი ავიაკომპანია განსაკუთრებით შვეიცარიიდან ციურიხი თბილისის მიმართულებით არის უნიშნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენს დივერსიფიკაციის პოლიტიკას, ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, ანუ საკმაოდ მყიდველუნარიანი, მაღალმხარჯველ უნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის ავიაკომპანია Edelweiss-თან, ისევე როგორც ავიაკომპანია EasyJet-თანაც, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით და წლევანდელი წელი შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ნამდვილად ისტორიული და რეკორდული, რადგან მათ შორის შვეიცარიასთან ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში 2 სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე როგორც ციურიხიდან და ეს რა თქმა უნდა უზრუნველყოფს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.